წინა გაკვეთილში ვისწავლეთ წყაროების შესახებ. თუმცა არ გვიხსენებია, რომ რეალურად წყაროების გამოყენების რამდენიმე მიდგომა არსებობს და ზოგადად წყაროებს როცა ვიყენებთ, წყაროებს ვიყენებთ როგორც რაღაცა მაგალითს იმისას, თუ როგორი შედეგი გვინდა მოგცეს AI-მ ჩვენი, ასე ვთქვათ, შედეგის გენერირებისას. შესაბამისად, მოდით ახლა ვნახოთ აი ამ წყაროების მიცემის როგორი, ასე ვთქვათ, ტექნიკები არსებობს. და ნახოთ რა ტერმინოლოგიასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს უკვე ეს ტერმინები შეგხვედრიათ სადღაც, მაგრამ შეგშინებიათ არ იცით თითქოს რაღაცა ძალიან AI პროფესიონალი უნდა იყო რომ ამ ტერმინების გესმოდეს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მარტივ რაღაცასთან გვაქვს საქმე და მოდით ახლა ზუსტად დავინახოთ რაზეა საუბარი. ამ გაკვეთილში უნდა ვისაუბროთ შოტების შესახებ. ეს არ არის შოთისპურები, უბრალოდ ქართული, ასე ვთქვათ, შესატყვისი ამ ტერმინისთვის სამწუხაროდ ვერ ვნახე. თუ სურვილი გექნებათ მერე, ასე ვთქვათ, შემეხმიანეთ, ვინც ამ ვიდეოს ნახავთ და მითხარით რა შეიძლება აქ გამოვიყენოთ, მაგრამ ახლა მოდი ავხსნათ ზოგადად რას გულისხმობთ ამ ყველაფერში. შოტები არის რეალურად რაღაცა მაგალითების მიცემის ტექნიკები AI-ისთვის, როგორ ვასწავლოთ AI-ს მაგალითების საშუალებით. და მოდით ახლა ვნახოთ რას გულისხმობთ. რა არის შოტები? შოტები არის მაგალითების მიცემის ტექნიკა სასურველი შედეგის მისაღებად. მაგალითების რაოდენობა პირდაპირ აისახება პასუხის ხარისხზე. ეს ასე ვთქვათ, დავიმახსოვროთ უბრალოდ და ახლა ნელ-ნელა მიხვდებით ზუსტად რას გულისხმობ და რას ნიშნავს ეს ყველაფერი. წავიწიოთ წინ. პირველი ტექნიკა, რომელიც უნდა იცოდეთ, არის zero shot, ნულოვანი მაგალითის, ასე ვთქვათ, ტექნიკა. რას გულისხმობს ნულოვანი მაგალითის ტექნიკა? ნახეთ. დავალება ყოველგვარი ნიმუშის, ყოველგვარი მაგალითის გარეშე. Zero ხო ნოლს ნიშნავს ინგლისურში. Zero shot ნიშნავს ნული მაგალითით, ნულოვანი მაგალითით და რეალურად ამიტომ გამოვიყენეთ შოტების ტერმინი, ქართულად შოტებად იმიტომ გადავთვალოთ, არ ვიცი როგორ გადავთვალოთ, მაგრამ აი ესე შეიძლება ნული, აი ვრცელი განმარტებით ესე შეიძლება განვარტოთ, რომ ნული მაგალითით, ნულოვანი მაგალითით, ანუ რეალურად არანაირ მაგალითს, არანაირ წყაროს როცა არ ვაძლევ, აი ასეთ პრომპტს ქვია zero shot პრომპტი, ნულოვანი მაგალითის, ნულოვანი ნიმუშის პრომპტი. როდის ვიყენებთ ასეთ პრომპტს, zero shot მიდგომას? როდესაც მარტივი დავალება გვაქვს და რაღაცა სტანდარტულ ფორმატში, სტანდარტული პასუხი გვინდა, რომელიც რეალურად რაღაცა AI-ს თავისი ზოგადი ცოდნიდან გამომდინარე შეიძლება ჰქონდეს და მოგვაწოდოს და დიდად არ ვფიქრობთ ფორმატზე, სტილზე, ტონზე და ესეთ რაღაცებზე, როცა თუ არ გვაინტერესებს ეს ყველაფერი, ამ შემთხვევაში zero shot-ი გვადგება, არ არის პრობლემა. აი მაგალითად ეს ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მაგალითი zero shot-ის იქნებოდა ასეთი, რომ AI-ს დავავალოთ, რომ აი გადათარგმნე რაღაც ეს კონკრეტული წინადადება ინგლისურად და მე უბრალოდ ეს წინადადება ჩავკოპიროთ. არ უთხრათ თუ როგორი ტონით გვინდა, არ უთხრათ თუ რისთვის არის ეს, რა მეილს ვწერთ, თუ პოსტს ვწერთ, თუ რას ვაკეთებთ საერთოდ, არაფერს არ ვეუბნებით. უბრალოდ პირდაპირ ვეუბნებით, რომ გადათარგმნე ინგლისურად და მორჩა. AI ადგება და რაღაცა საშუალო სტატისტიკურ, ასე ვთქვათ, პასუხს დაგვიბრუნებს და არ გაითვალისწინებს რაღაცა პერსონალიზებულ ჩვენთვის მნიშვნელოვან დეტალებს. ამიტომ ასეთ მიდგომას ქვია zero shot, ნულოვანი მაგალითის, ასე ვთქვათ, მიდგომა. მოდით ახლა ვნახოთ შემდეგი ტექნიკა. შემდეგი ტექნიკა არის one shot-ი. ანუ ერთი მაგალითით, ერთი ნიმუშით რეალურად შედეგის მიღება. ჩვენ ამ დროს რაღაც ერთ კონკრეტულ ნიმუშს ვაწვდით AI-ს და ჩვენი მიზანია, რომ აი ამ ნიმუშიდან AI-მ ისწავლოს სტილი და რაღაც სპეციფიური ფორმატი დავანახოთ მას და შემდეგ უკვე მან განსაზღვროს ამ სტილისა და ფორმატის მიხედვით როგორი ახალი პასუხი როგორ უნდა დაგვიბრუნოს. აი მაგალითად,
პირველ რიგში რაღაცა აქამდე რაც ვისწავლეთ პრომპტ ინჟინერიაში, იმ ტექნიკებს ვიყენებთ, რა თქმა უნდა და იმ ტექნიკებით ვწერთ პრომპტს, მაგრამ საქმე რომ მივა წყაროებზე, წყაროების ასე ვთქვათ, განსაზღვრისას ჩვენ ვაძლევთ ნიმუშს. რომ აი მაგალითად რაღაცა მაგალითად მუშაობთ რაღაცა მომხმარებლების მომსახურების სერვისში. და გვინდა რომ ჩვენმა ბოტმა ავტომატურად უპასუხოს კონკრეტულ მომხმარებელს რაღაც კონკრეტულ სიტუაციებში. და ჯერ ვაძლევთ მაგალითს ნიმუშს. რომ აი მაგალითი მაქვს ესეთი, საჩივარი შემოვიდა, ნივთი დაგვიანდა, ვიღაცა მოგწერა რომ ნივთი დაგვიანდა. და ამის პასუხი, ამაზე პასუხად ჩვენ გვინდა აი ასეთი სტილის პასუხი. ძალიან წუხوارთ აი თქვენი ფასდაკლების კოდი და არ ვიცი, რაღაც შეიძლება მთელი აბზაცი დაწეროთ ამ დროს რა. და თქვენი კომპანიის კორპორატიული ტონი რაც არის, თუ არ ვიცი, თქვენი პირადი ტონი როგორი შეიძლება იყოს, მეგობრული შეიძლება იყოს, ეს თუ ფორმალური თუ როგორი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ამას მითვალისწინებთ, რა შეიძლება, როგორ შეიძლება დავაბალანსოთ, განმუხტოთ სიტუაცია. ეს ყველაფერი შეიძლება ამ იმაში მაგალითში, ნიმუშში, პასუხის ნიმუშში ჩადებული იყოს. ამ ყველაფერს ჩვენ ვაძლევთ. და შემდეგ უკვე ვაძლევთ ახალ დავალებას, სადაც ვეუბნებით, რომ აგერ საჩივარი, ნივთი დაზიანებულია. და ახლა უკვე AI-ისთვის ნათელია, რომ დაზიანებული ნივთის შემთხვევაში აი წინ წეღან რომ ზემოთ რომ მაგალითი ნიმუში მივეცით, აი ნიმუშის გამოყენებით უნდა მოახერხოს და რაღაცა შესაბამისი ტონის, ფორმატის, შესაბამისი სტილის, ასე ვთქვათ, ტექსტი დაუგენერიროს მომხმარებელს. შესაბამისად აი one-shot-ი აი ამის ძალიან კარგი ნიმუშია, ოღონდ zero shot-ისგან იმით განსხვავდება, რომ zero shot-ში საერთოდანარი ნიმუში არ გვაქვს. მაგრამ აქ ამ შემთხვევაში გვაქვს ნიმუში, მაგრამ ერთი ნიმუში გვაქვს. ანუ დაიმახსოვრეთ zero shot-ი, არანაირი მაგალითი, one shot-ი, ერთი მაგალითი და ეხლა გვაქვს few shot-ი. ეხლა რა არის few shot-ი? few shot-ი არის few რამდენიმეს ნიშნავს. 2 ან მეტი, დაახლოებით 5-მდეა ხოლმე. 2-დან 5-მდე ასე ვთქვათ მაგალითების მიცემის ტექნიკა ასეთი და როგორც აი აქ one shot-ზე მივაწოდეთ მაგალითი ნიმუში, იქ ანუ few shot-ის შემთხვევაში ვეტყვით მაგალითი 1, მაგალითი 2, მაგალითი 3, მაგალითი 4, მაგალითი 5 და ყველა მაგალითს ჩამოუწერთ ჩვენი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ შევეხეთ მომხმარებელთა მომსახურების რაღაც სერვისს, მაგრამ ხო ხდებით ეს სინამდვილეში კონკრეტულ მომხმარებელთან მომსახურების სერვისს არ ეხება, ეს კონკრეტული ასე ვთქვათ ტექნიკები ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება გამოგადგეთ ნებისმიერი რამის კეთების დროს. მთავარია მაგალითების მიცემა, ასე ვთქვათ, მოახერხოთ სწორად. რატომ არის ეს ძალიან ძლიერი მიდგომა few shot-ი? იმიტომ რომ AI პოულობს კანონზომიერებას თქვენს მიერ მიწოდებულ მაგალითებს ნიმუშებში და ამ კანონზომიერებით და ამ პატერნებით ცდილობს რომ ისეთი პასუხი გასცეს, რომელიც თითქოს თქვენგან გამომდინარეობს. ანუ თუ 5 მაგალითი თქვენ თვითონ მოამზადეთ და მე მიეცით AI-ს ეს 5 მაგალითი, ხო? უკვე თქვენ სტილს სწავლობთ, თქვენს ხელწერას სწავლობს და ამის საშუალებით რეალურად გაცილებით უკეთეს შედეგს ვიღებთ. შვენიერი, ძალიან კარგი. ახლა მოდით აი ამ სლაიდს დავაკვირდეთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით აი ქართულისთვის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი და რეალურად ეს one shot ან few shot მიდგომა ხშირად გამოვიყენოთ ხოლმე ისეთ სიტუაციებში, სადაც ჩავთვლით, რომ გვჭირდება, იმისათვის, რომ აი ის კონკრეტული პრობლემა ავიცილოთ, რაც აი ამ სლაიდზე წერია. ანუ AI ხშირ შემთხვევაში საუბრობს რობოტული ტონით, არაბუნებრივად და რაღაცა ხელოვნურად ჟღერს. აი ბევრს გინახავთ, რომ პოსტები გინახავთ მაგალითად ძალიან ბევრი, რომელიც გაზიარდება Facebook-ზე, რაღაც ტექსტით და აშკარად ხვდებით, რომ რაღაც ვერ არის ამ ტექსტში რა, რაღაც თითქოს ანაკლია, თითქოს ემოცია აკლია, თითქოს ძალიან ტექნიკურია, თან ცოტა გაუმართავიც კი არის ხშირად. ადამიანს რო დაეწერა ესე თითქოს არ გადააბავდა ერთმანეთს სიტყვებს.
შინაარსი ხშირად გასაგებია ხოლმე რაც იწერება, მაგრამ ხვდები რომ რაღაცა თლად კარგად ვერ არის რა. და აი ამისგან გვაზღვევს რეალურად განსაკუთრებით few shot prompting-ი. ჩვენ რაღაცა შეგვიძლია ჩვენი ბუნებრივი სტილი მივუწეთ, რაღაცა ჟარგონები შევურიოთ, რაღაცა როგორც თქვენ საუბრობთ, ისე შეგვიძლია დავწეროთ ტექსტი, ემოციური ტონი მივუწეთ, სწორი, რაღაცა კულტურული კონტექსტის გაანალიზების საშუალება მივუწეთ და რეალურად შედეგი მივიღოთ გაცილებით უფრო ავთენტური და ჩვენი კულტურისთვის და ქართულისთვის დამახასიათებელი, ქართული გარემოსთვის, ასე ვთქვათ, უფრო სწორი შედეგი შეიძლება მივიღოთ. რომ შევაჯამოთ, აი ნახეთ, ეს არის შედარების ცხრილი, zero shot, one shot და few shot ტექნიკებს და მიდგომებს შორის. ანუ zero shot-ი არის ისეთი მიდგომა, რომელიც მაგალითად არანაირ მაგალითს არ იყენებს და გამოიყენება ისეთი შედეგების მისაღებად, რომელიც არის საშუალო, ზოგადი და არა რაღაცა მაღალი ხარისხის ან ძალიან კონკრეტული სტილის. One shot-ი, რომელიც ერთი მაგალითისაგან შედგება და უკეთეს სტილშია, ჩამჯდარი ვიდრე zero shot-ი, რაღაც ჩვენი პერსონალური რაღაცა ხაზი გაჰკრავს და few shot-ი. Few shot-ი არის ისეთი მაგალითი, რომელიც 2-3 ან მეტი დაახლოებით 5-მდე მაგალითისგან შეიძლება შედგებოდეს, 5-მდე ნიმუში შეიძლება მივცეთ ჩვენი წყაროების და საუკეთესოა და იმისთვის რომ რაღაცა ზუსტი იმ სტილთან მორგებული, რაც ჩვენ გვაქვს და იმ ლოგიკასთან მორგებული, რაც ჩვენ გვჭირდება შედეგი მივიღოთ. შესაბამისად, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკაა, რაც მინდოდა რომ ასე ვთქვათ, თქვენთვის გამეცნო და ასევე მინდა რომ აი ამ გაკვეთილიდან ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც წაიღოთ, რომ თუ AI-მ პირველ ჯერზე ვერ მოგცა სასურველი შედეგი, ნუ შეცვლი მთლიან პრომპტს. უბრალოდ დაამატე მაგალითი. ანუ მაგალითად შენ თუ აიღე და რაღაცა დაავალე და მაგალითად one shot-ით ცდილობ გაკეთებას. ნუ დავიწყოთ zero shot-ით. Zero shot-ით ცდილობ გაკეთებას და მიიღე ისეთი შედეგი, რომ ნიმუშები არ მიეცი და მიიღე ისეთი შედეგი, რომელიც არ მოგწონს. ეს შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს იმას, რომ მაინც და მაინც დავალება არის ცუდი. შეიძლება უბრალოდ რადგან zero shot-ით ცდილობ გაკეთებას, ამიტომაც ვერ იღებ შედეგს. ამიტომ უბრალოდ დაამატე. მაგალითად one shot-ის ცადე, ერთი მაგალითი დაამატე. და ნახავ რომ ნამდვილად გაუნჯობესდება შედეგი. თუ კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, მეტად გაისარჯები და რამდენიმე, ასე ვთქვათ, მაგალითად დაამატებ და few shot-ზე გადახვალ, მაშინ კიდევ უფრო საინტერესო შედეგს მიიღებ. ესეც ასე. რეალურად აი ამ გაკვეთილში ჩვენ ავხსენით როგორ შეიძლება წყაროების გამოყენება და რა ტექნიკები არსებობს. დაიმახსოვრეთ ამერიდან სადაც არ უნდა შეგხვდეთ zero shot, one shot, few shot, აი ეს ტერმინები, თქვენ უკვე იცით ეს ტერმინები რას ნიშნავს, არ დაგაბნევთ, არ გექნებათ იმის განცდა, რომ ვიღაცამ რაღაცა თქვენზე მეტი იცის თითქოს და რაღაცა არა, როდესაც ამ zero shot, one shot და few shot ტექნიკებს და ამ ტერმინებს იყენებენ, მაშინ ყოველთვის გულისხმობენ იმას, რომ აი მე ჩემ პრომპტს მივეცი 0 მაგალითი, მე ჩემ პრომპტს მივეცი 1 მაგალითი, ან მე ჩემ პრომპტის კეთებისას AI-ს მივეცი 2-3 ან მეტი მაგალითი. აი ეს არის სულ და იმედია ამერიდან ამ ეს ტერმინები აღარ შეგაშინებთ. მშვენიერი, შევხვდებით შემდეგ გაკვეთილში.